ყოველი ახალი წელი მშობლებისთვის და ბავშვებისთვის ახალი გამოწვევაა და განსაკუთრებით დაწყებით კლასებში. ბავშვი როდესაც სკოლაში მიდის, მოლოდინი აქვს, ხო, ბუნებრივია. აქ ამ მოლოდინს ახლავს სიხარულიც და ახლავს ცოტა შიშიც, ხო? არა მხოლოდ ბავშვისთვის, მშობლისთვისაც ბუნებრივია, ხო? ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერას. მშობელი უნდა იყოს სრულფასოვნად ჩართული ბავშვის, ასე ვთქვათ, სწავლების პროცესში და უნდა იყოს სწორედ ამ კუთხით, რომ უბრალოდ კი არ დავაზეპირებინოთ ბავშვს. არამედ პირიქით ვათამაშოთ. თამაშით სწავლება არის ყველაზე ეფექტური. ეს ახლა გეუბნებით როგორც მშობელი, იმიტომ რომ სამი შვილი მყავს და ყოველთვის უკეთ იმახსოვრებდნენ ბავშვები იმას, რასაც თამაშით ვასწავლიდი და ცუდად იმახსოვრებდნენ იმას, რასაც ვაზეპირებინებთ. თითოეული მშობელი უნდა დაინტერესდეს თუ რა დავალებები აქვს ბავშვს შესასრულებელი, რა შედეგები აქვს, იმიტომ რომ გარკვეულწილად მოსწავლის მოტივაცია დამოკიდებული არის მშობლის მოტივაციაზეც. ხშირად გაგვიგია ესეთი ფრაზა, რომ ბავშვი არის ზარმაცი. ამ დროს სიზარმაცის მიზეზი რა არის? ამით იშვიათად თუ ინტერესდება ვინმე. უბრალოდ ზარმაცია იარლებს მიაკერებენ და ბავშვი არის ზარმაცი, მაგრამ ამ სიზარმაცის მიზეზი ნამდვილად არის რაღაც. ეს რაღაც შეიძლება იყოს ის, რომ დავალება, რომელიც მან უნდა შეასრულოს, მოცულობით დიდია, ან მან ვერ გაიგო უბრალოდ ეს დავალება და ვერ ასრულებს. მისთვის შინაარსობრივი მხარე არის ძალიან რთული და უჭირს შესრულება. ამ დროს უნდა დავეხმაროთ. საკანცელარიო ნივთები შეიძლება ესენი გმირებად ვაქციოთ, მაგალითად საშლელი და კალამი შეხვდნენ ერთმანეთს, მიესალმენ, გამარჯობა საშლელო, როგორ ახარ კალამო და შემდეგ ასე ვთქვათ, ნერნელობით შევაპაროთ ის, რაც ამ შემთხვევაში კონკრეტული დავალებით აქვს მიცემული ბავშვს. რაც უფრო ემოციურად უყურებს მშობელი მისი შვილის წერა-კითხვის დაუფლების პროცესს, ესე იგი, ეს ემოციები ერთგვარად გადადის ბავშვზეც და ეს ემოციები ბავშვს ხელს უშლის. ამიტომ არ არის საჭირო ეს ზედმეტი ემოციები, ძალიან მოთმინებით უნდა უყუროთ ამ პროცესს. ზოგჯერ ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვი მიდის სახლში დავალების შესასრულებლად, ის ვერ ასრულებს ამ დავალებას, მშობელი დაჯდება და მის ნაცვლად წერს დავალებას, რომ ბავშვმა სკოლაში შესრულებული დავალება მიიტანოს და რეალურად დავალების მიზანი რა არის? დავალების მიზანი ხომ არ არის რაღაც ვერ გაიგო და მშობელმა დაუწეროს. დავალების მიზანი არის ის, რომ რაც ბავშვმა უკვე სკოლაში გააკეთა, ის განამტკიცოს სახლში და იგივე დავალებები, იგივე შინაარსის სავარჯიშოები შეასრულოს სახლში, ხო? ამიტომ თუ ამას მშობელი შეასრულებს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ გავიგებთ ბავშვმა ეს გაიგო, ვერ გაიგო, მომავალში შეძლებს თუ არა ასეთ ტიპის დავალების შესრულებას. ხო, ფაქტია რომ ვერ გაიგო, იმიტომ რომ გაიგო თვითონ შეასრულებდა, ხო? ამიტომ მე ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ყოველთვის მშობლებს ვთხოვ, თუ ბავშვმა რაღაც ვერ გაიგო, მირჩევნია არ გააკეთოს, მოვიდეს სკოლაში, მკითხოს, მე ავუხსნი და გავაკეთებინებ. თუ მშობელი შეატყობს, რომ ბავშვი მალე იღლება, მას ეფანტება ყურადღება, შეიძლება რაღაცა თქვათ 5 წუთიანი, 10 წუთიანი შესვენებები მოუწყოს და ასე ნელ-ნელა შეაჩვიოს დავალებების შესრულებას. ეს გარკვეულწილად პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და პასუხისმგებლობა პირდაპირ კავშირშია ასევე ნებისყოფასთან და ამას გაუმჯობესება და ვარჯიში სჭირდება. მშობელს უნდა შეეძლოს, რომ თავისი შვილის უნარების მიხედვით, ასე ვთქვათ, მოახდინოს ადაპტირება იმ ტექსტისა, რომელსაც მას უკითხავს. აი, უკითხავს რაღაც ზღაპარს დაუშვათ და ბავშვის უნარებს უნდა თავისი შვილი უნდა შეისწავლოს, რისი უნარი აქვს. ანუ ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური, ხო? ყველა ბავშვს უნდა ინდივიდუალური მიდგომა. ეს თამამად უნდა ამბობდეს მასწავლებელმა, ეს ვერ გავიგე და მასწავლებელი უნდა ეხმარებოდეს ბუნებრივია იმაში, რომ ბავშვმა ეს გაიგოს კარგად და მშობლისთვის ეს ტრაგედია არ უნდა იყოს. ხშირ შემთხვევაში მშობელი ამბობს, ბავშვს ეუბნება, რატომ ვერ გაიგე, არ მოусმინე მასწავლებელს. მოусმინა, მაგრამ ვერ გაიგო, ხდება ესეთი რა. მე რა წავა მეორე დღეს უფრო კარგად მოусმეს და
გააკეთებს. შენიშვნა რა თქმა უნდა მივცეთ ბავშვს, თუმცა ეს უნდა იყოს ძალიან კორექტული, ძალიან ესეთი რაღაც ჩარჩოებში, რომ ბავშვმა თავი არ იგრძნოს, ესე ვთქვათ, შეურაცხყოფილად, რომ ეს არ იყოს სამამცირებელი. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ყველაფერზე მხოლოდ შექება დაიმსახუროს, უბრალოდ პატარა წარმატებაც კი უნდა აღნიშნოთ ბავშვის, რაღაცა ფორმით, აი ვთქვათ, მხარზე ხელი დავადოთ, ყოჩა უთხრათ და როცა რაღაც არ გამოსდეს, ძალიან კორექტულად შეგვიძლია ოდნავ მიუთითოთ უბრალოდ, რომ აი ეს მოდი ასე ხო არ აჯობებს, იქნება ასე გავაკეთოთ და არა მენტორის ტონი აბსოლუტურად უნდა ამოვიღოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან ვნებს ბავშვის ფსიქიკას, მენტორის ტონი, ზოგადად ფეხების ბაკუნი ბავშვებს არ უყვარდა. რაღაც მეგობრული ტონით, ძალიან მშვიდად უნდა მიუთითოთ, რომ აი მოდი მინდორზე გადავედით, აბა ეხლა ასე ვცადოთ. როცა ბავშვთვის შეფასება მაღალი აქვს, იქ წარმატებაც უკვე უფრო წარმატებული ხდება და უფრო სირთულეებსაც, ასე ვთქვათ, ართმევს თავს. მნიშვნელოვანია ბავშვმა ისწავლოს დამოუკიდებლად პრობლემების მოგვარება, რაც იწყება ელემენტარული უნარით. ეს არის ვთქვათ, საკუთარი ჩანთის ჩალაგება, ამოლაგება, ნივთების თავის ადგილზე დალაგება, ვთქვათ, ცხრილის წაკითხვა, ცხრილის მიხედვით ამა თუ იმ წიგნისა თუ რვეულის ჩალაგება. ხშირ შემთხვევაში ამბობენ ბავშვები, დედამ არ ჩამილაგა. და მე ვეუბნები, რომ დედამ რატომ უნდა ჩაგილაგოს? ეს ჩანთა ხომ შენია, ეს წიგნები ხომ შენია, შენ თვითონ უნდა ჩაალაგო, შენ თვითონ უნდა იცოდე რა გაქვს ჩანთაში. თორე თუ ბავშვს თუნდაც ეს ელემენტარული უნარები არ აქვს, მერე დამოუკიდებლად მან მეცადინეობა როგორ უნდა შეძლოს, ხო დამოუკიდებლად ამა თუ იმ ამოცანას თავი როგორ უნდა გაართვას. ჩვენ მას უნდა აუხსნათ, რომ ყოველთვის არ არის ისე, როგორც ჩვენ გვინდა და არის პრობლემები, რომელიც თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ძალიან ხშირად თანატოლთა ურთიერთობაში ერევიან ხოლმე მშობლები, რაც არასწორია. იმიტომ რომ სკოლა ერთგვარი რაღაც მოსამზადებელი პერიოდია ცხოვრებისთვის და ძალიან კარგია თუ ბავშვები ურთიერთობებს თვითონ დაარეგულირებენ, თვითონ ისწავლიან ურთიერთობების დარეგულირებას. იმიტომ რომ მომავალში ყოველთვის მშობელი არ ეყოლებათ გვერდზე და ეს აუცილებელია, ეს გაკვეთილები. ბავშვს უნდა გაუმტკიცოთ, რომ ის არის ჭკვიანი, რომ ის არის ნიჭიერი, რომ ასე შეუძლია. ყოველთვის ნებისმიერი სულ პატარა წარმატებაც კი აუცილებლად უნდა წავახალისოთ, უნდა უთხრათ, რომ ის ძალიან ყოჩაღია, ძალიან კარგად გამოსდის ყველაფერი. შექება მხოლოდ წაახალისებს ბავშვს, რომ უკეთ და უკეთ გააკეთოს. არასდროს არ უნდა უთხრათ ბავშვს, აბა ეს რას გავს, აბა ეს რა არის, იმიტომ რომ მის თვით შეფასებას ამ დროს ძალიან ვნებთ და ძალიან ცუდ სამსახურს ვუწევთ. იმისათვის რომ ბავშვი შედეგზე გავიდეს, იმისათვის რომ ბავშვისთვის სწავლა არ იყოს მომაბეზრებელი და ძალდატანებითი პროცესი, უმნიშვნელოვანესია მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობა. როცა მშობელი და მასწავლებელი ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობს, ეს აუცილებლად აისახება შედეგზე. ძალიან ყურადღებით ვუსმინეთ, ამიტომ უნდა აღვნიშნო რაღაცები მოვინიშნე კიდევაც. დიდი